ეხლა ახალ ჭირზეც მინდა მოგახსენოთ, შედარებით ახალ ჭირზე გამოშთა ვინმე ერთ-ერთი ადამიანი თქვენ შორის არის რამდენიმე დღის წინ იყო ჩემთან. ვინმე ნიკა მეკიშვილი, რომელიც უსმოდინეთ ამტკიცებს, უფლისიხი არის იერუსალიმი ნამდვილი, საქართველო არის ისრაელი. და როცა ისინი მოვლენ იურიები რომ აქ თქვენ უნდა თქვათ რომ ჩვენ ებრაელები ვართ, თუ არ იტყვით საქართველო აღარ იქნება. ანუ რას აკეთებს ფაქტიურად? რომელსაც ზედსახელად დაერქვა ენუქი ვინ არის თქვენ იცით და რატომ დაერქვა ნაკლებად მივხვდები და კეთილსაუბრებში ისიც უთქვამს რომ მომავალი მესიაა. სინამდვილეში რა არის? ეს არის პირდაპირი გაგებით გავლენის აგენტი. ქართველობა უნდა დააჯეროს რომ ეს არის ისრაელი ნამდვილი, უფლისწული იერუსალიმია, ებრაელები რომ 10 მილიონი არიან, უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში. და ჩვენ უნდა გვიხაროდეს ეს. და ჩვენც ებრაელები ვართ. ხედავთ რა გავლენებს აღწევენ ამჯერად და ამგზით. დაახლოებით 10 დღის წინ ერთ-ერთმა მაღალმა ისრაელის ხელისუფლების თანამდებობის პირმა სიამაყითა და თვითკმაყოფილებით განაცხადა 10,000-მა ებრაელმა უკვე იყიდა სახლი საქართველოში. მარტო სახლებს არ ყიდულობენ, ვიცებს ყიდულობენ. ეს ზილიზღოდა ქართველი რომ გამოიმშვენებს თვალებს, იქ უკვე გვიან იქნება. ჩვენ ვიძახდით აფხაზეთი როგორ დააკარგეთ, სამაჩაბლო როგორ დაკარგეთ, ქართული სული დაიკარგა და იმიტომ დაკარგეთ. და მე დაიკარგა მიწები. აქაც ეს ხდება. ქართული სული იკარგება, აბიაბროებულია საქართველოში, მე დაიკარგა სულიად დანარჩენი საქართველოს. თუ გაინტერესებთ. ესე იგი ნოეს კიდობანი რომ ქვია ჯერ სახელდებაც ამ გადაცემის შოუსი საინტერესოა. ეხლა ამჯერად არ მოყვები, იქ იყო მიწვეული თურმე ეს ადამიანი, ცლად ისაუბრეს და ამის გაშვებას აპირებდნენ. ანუ გავლენის მოხდენას ქართველებს და ქართველების ნაწილი როგორ არის? როგორ მერხები ახლა და სულ ერთია ქართველები თავარი არ კარგად იცხოვროს. გაიხარდება ეს ებრაელები ფლობენ დედამიწის კაპიტალის უდიდეს უმეტესობას. აქ განსაზღვრელი ძალაუფლება. ყველა ეს მოვლენები, ომები დაწყებული და სოციალური გაჭირვება მათგან არის მართული ყველაფერი და მათი ფულებით. მათ შორის ვატიკანიც არის ჩართული და არანაირი ეს რელიგიური დაწესებულება, ეს არის წმინდა პოლიტიკური დაწესებულება და სახელმწიფო და სხვადასხვა რომლის პაპი არის პოლიტიკური ჩვენთვის არის წვალებელი, არც მეტი არც ნაკლები. ეგ იქნება, სხვა იქნება, ვინც წავიდა, ვინც მოვიდა, არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. წვალებლები არიან ისინი და არიან პოლიტიკური ფიგურები, მოთამაშეები ამ სიონისტურ ველზე. ზონისა. ხო და ერთ აი ამ ადამიანმა რომ ჩვენთან იყო, შეეწინააღმდება იმ გადაცემის მე რომ რასაკეთებ თქვენ იცით თუ რა ვინ არის ეს რა და რასაკეთებს სინამდვილეში. ნუ თავი შეიკავეს, მაგრამ ნახე როგორ ფინანსდება. წავიდა და ამ ადამიანმა ნახევარ საათიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო და აჭარის ტელევიზიით უჩვენა. ანუ ყველამ ნახა. ნახევარ მილიონიანი მოსმენა ჰქონდა. აქედან მერყევი ქართველების ერთ ნაწილი რა ნიშნულობა ებრაელად და ქართველ უფრო კარგიც არის ეს ძლიერები არიან პოლიტიკურად ფული აქვს და ასე შემდეგ საამური ცხოვრება იქ მეტი ამათი არც საშუალო არსებობს არც ენა არსებობს და არც საწურება ხო და აბუჩად იქნება ხედავთ როგორი გავლა საიდან არ აქვს ბრძოლები აი როგორც ქართული ანდაზამო საით გავიქეცი იქ წავიქეციო ყველა მიმართულებით ბრძოლა გვაქვს დაწყებული იმით რომ ომში უნდა ჩავერთოთ რუსეთთან დაახლოებით ასე დასუსტებული და არაფრის მქონე საქართველო, ანუ ესე იგი ფინია უნდა გავიდეს დათან საბრძოლველად. თუ ჩვენ მოვდიახაც ჩვენთანაც სიტყვია, ბოლო ქართველამდე ვიბრძოლ, ბოლო უკრაინელამდე ვიბრძოლ. იმას კი არის რომ პატრიოტული მოწოდება, იმას ის რომ დედას კიტირებ ყველა უკრაინელს ამოწყვეტად. ურიებს აქვთ გეგმაში ესდებს ოფიციალურად ინტერნეტში იხილეთ ვინმე იგორ ბერკუტია გეგმა რომ უკრაინის ადგილას უნდა შეიქმნეს სახელმწიფო ახალი იერუსალიმის სახელით. საქართველოსაც უკვე თვალი უჭირავთ და ხელი აქვს დადებული. ჩვენგან განსხვავებით, ჩვენ რომ გავვივართ ერთმანეთს ჭამთაკ, ისინი უკვე კარგად იწყებენ დამკვიდრებას საქართველოში. ერთ დღესაც გამოვიხიცეთ და ვიტყვით ისე როგორც აფხაზეთში როგორ დაიკარგა საქართველო. ჩვენს გამო დაიკარგა. ჩვენი დაუდევრობის სიზარმაცის ქარცევობის გამო დაიკარგა. არც მეტი არც ნაკლები. ილია მართალმა ეს საქმე შექმნა თავის თანამედროვე დამხატებულ ქართველებს კი არ ლაპარაკობდა ხოლმე ყველა იმაზე ვის მართა როგორებიც ვართ სამწუხაროდ ჩვენგან საგზნობი ნაწილი თუ კი ასია მამაო ჩემს ისინა ზოგიერთმა სულში თუ ასე ძლიერები არიან თუ ამდენი შესაძლებლობებია თუ
აღვირი ხელში მათულდება სოფლიო და ადგილობრივი მოვლენების რა გალაპარაკეთ. სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ჭეშმარიტი გადამრჩენელი მაცხოვნებელი რწმენისთვის, ჩვენი მამულისთვის სულ ცოტა ჩვენი წინაპრების საფლავები რომ არის და ჩვენი ენისთვის, რომელიც სასეღრმა არის, თუ გაინტერესებს. თურაშეულის პატრონი დღეში ფანტაზი გარბოდა უცხოეთში გარბიან სამური ცხოვრებისთვის და ამ უნიკალურ მიწას საქართველოს უმდიროს აქტუალებული არიან თავად უცხოელები თოვებენ და ხელში უგდებენ მათ ვის აღარა რა თქმა უნდა გულსატკენია ეხლა ზოგიერთი იყვნენ და ამობს რა შუაშია გრიგოლ პალამა და საქართველო შუაშია გრიგოლ პალამას თქვენ წარმოიდგინეთ უყვარდა სამშობლო ელადა თავისი სამშობლო და მას თუ უყვარდა თავისი სამშობლო ჩვენ რატომ არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქრისტიანული საქართველო რომელიც დღეს აი უკვე რო გითხრათ სიმსივნე აქვს გარკვეულ უბნებში და მეტასტაზები აქვს დაწყებული და არის საშიშროება მთლიანად სხეული მოიცოს ამის საბოლოოდ მოხდეს არაფერია ყველა ასეთით ისეთით მათ შორის ასეთი ქართველი და ისეთი ქართველი გვინდა არ გვინდა წამს არ წამ ასია თუ ისია წარგები და მერეთის წინაშე და პასუხს მივცემთ ჩვენი საქციელისთვის როგორც წმინდა მამა გაბრიელი ამბობდა ვის ტაძარში დგევართ სადაც ადამიანი იბადება სული წმინდის მადლი იქ გადმოდის მასზე ამასაც მოგვითხრავს